მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში იაძის ქუჩაზე მცხოვრებლებს და გამვლელებს ნახევარ წელზე მეტია გადათხრილ გზაზე უწევთ სიარული. ტერიტორია დღესაც მოუწესრიგებელია. მეტ დეტალს გთავაზობთ სიუჟეტში. ზამთარში უგეისო. ეს ახალციხეა, იაძის ქუჩა, გზა რომელიც უნდა გაიაროთ თუ მარდისა და აბის დასახლებაში გსურთ მოხვედრა. ამ ქუჩაზე მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ გზა გასულ წლებშიც დაზიანებული იყო. თუმცა 2025 წლის შემოდგომაზე ტერიტორია წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გადათხარეს და მას შემდეგ ვითარება კიდევ გაუარესდა. ხო გზა ნახე, როგორი დანგრეულია. აქედან როგორ მანქანა მოსული. არ შეიძლება. რამდენი ხანია ესეა? შემოდგომაზე. როდის უნდა ეს ჩემი ტერიტორია ასფალტი გავაკეთე? ნუ გეშინია, მალე გავაკეთე. რა იყო? პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ახალციხის მერიაშიც. აქ ჩვენთან ვიდეო კომენტარზე უარი თქვეს და გვითხრეს, რომ გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი მზადაა და პროცესი წელს დაიწყება. მერიაში არ გვეუბნებიან კონკრეტულ დროსა და სავარაუდო ბიუჯეტს. ჩვენს ქალაქში არაერთი გზაა დაზიანებული, რომელთა შესახებ ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია. ნაწილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნაწილზე არა. ახალციხის მერიაში გზების დაზიანების ორ მიზეზს ასახელებენ. პირველი, უწყება ამბობს, რომ ქალაქში წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მეორე, მერია გზების დაზიანებას, უამინდობას, თოვას და თოვლის გამოგზებზე დიდი ოდენობით ტექნიკური მარილის დაყრას უკავშირებს. ისტორიები ჟურნალისტებზე და ჟურნალისტების გამოწვევებზე. ინტერაქციული თამაშები, საინფორმაციო შეხვედრები 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ფესტივალზე მოსულს სინათლე მედიის კარავით დაგხვდებოდეთ. კარავთან რეგიონალური მედიის ჟურნალისტებმა მათი გამოწვევების და ისტორიების შესახებ ისაუბრეს. გვეკითხებიან ხოლმე, როდესაც ესმით, რომ კრიზისშია მედია, არ აქვთ ჟურნალისტებს ხელფასი და ყველას ძალიან უყვირს, რომ აბა რატომ მუშაობთ? და არავის არ ჯერა ეს და მოდი ვისკინდა რომ დააჯერო რომ ესეც არის პასუხისმგებლიან სამსახურში შენ მუშაობ უანგაროდ, იმიტომ რომ გიყვარს შენი სამშობლო, გიყვარს ეს პროფესია და გიყვარს ის ხალხი, ვისთვისაც მუშაობ, იმიტომ რომ ჩვენი ჟურნალისტებისთვის და ჩვენი გუნდისთვის უპირველეს ყოვლისა არის მნიშვნელოვანი შეინარჩუნოს ნდობა მაყურებლის და ახლოს იყოს თავის მაყურებელთან. ჩვენ თვითონაც გავდივართ სოფლებში, ხალხს ვესაუბრებით, მაგრამ ძალიან ბევრი ზარი შემოდის ანონიმურად. შემოდის გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე ოცნების მხარდაჭერებიც კი რეკავენ და დახმარებას ითხოვენ. ბოლო кейსი მინდა გავიხსენო. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ დასვა კითხვა, როდის გაკეთდებოდა სომხურის სასაფლაოს კედლის რეაბილიტაცია. უბრალოდ დასვა კითხვა, რომ იქნებოდა თუ არა ჩასმული პროექტში აღნიშნული კედლის რეაბილიტაცია. ხდომის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დაიბარა ჯერ მერმა უსაყვედურა. იმავე დღეს ფიზიკურად, სავარაუდოდ ფიზიკურად მასზე იზავადეს. და ისევ ქართული ოცნების წევრებიდან გამოვიდა, ჩვენ დაგვიკავშირდეს და ერთადერთი რგოლი, რომელიც დარჩათ, ეს არის მედია. სინათლე მედია 22 დამოუკიდებელ მედიას აერთიანებს, მათ შორის არის Talk to Regency's. ეს ინიციატივა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების მიერ მიღებულმა არაერთმა კანონმა საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ზოგიერთმა მედიამ მუშაობა ნაწილობრივ, ზოგიერთმა კი სრულად შეწყვიტა. თუ ბაზრობაზე რამოდენიმე გამომცემლობის კონკრეტული წიგნები შეიძინეთ, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი დამოუკიდებელ მედიებს ჩაერიცხებათ. მსგავსი ინიციატივა გამომცემლობებს გასულ წელს თბილისის წიგნის დღეებზეც ჰქონდათ. მაშინ მედიებისთვის 9000-ზე მეტი
ლარი შეგროვდა. თბილისის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 23-26 აპრილს ჩატარდა ექსპო ჯორჯიაში, სინათლე მედია იყო წარმოდგენილი საკუთარი სივრცით, სადაც სინათლეა, ეს იყო ინტერაქციული სივრცე, რომელმაც შექმნა გარემო ჟურნალისტების და მათი აუდიტორიის შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აქტი გამომცემლობებისგან, ეს არის სინათლის კატალოგი, რომელშიც 16-მა გამომცემლობამ შეიტანა საკუთარი წიგნები და ამ წიგნების გაყიდვებიდან გარკვეულ წილს ჩაურიცხავს სინათლე მედიას. ასევე ვინც გახდა ჩვენი ყოველთვიური გამომწერი და ვინც იყო ჩვენი ყოველთვიური გამომწერი, მათ ჩვენ გადავეცით სინათლის მონეტები, რომელიც შეეძლოთ კატალოგიდან ნებისმიერ წიგნში გადაიცვალათ. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც გამომცემლობის მხრიდან მხარდასაჭერად გაკეთდა თბილისის წიგნის ბაზრობის დღეების განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინათლე მედიას ჰქონდა საკუთარი განრიგი და პროგრამა, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ყოველდღე მაგალითად 2 საათზე ჟურნალისტები წარადგენდნენ მათი კოლეგა ჟურნალისტების დაწერილ წიგნებს, წიგნები ჟურნალისტებისგან, ასე ერქვა ამ სერიას და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჟურნალისტების პერსპექტივით დაგვენახა გამოცდილი კოლეგების მიერ დაწერილი წიგნები. ასევე ყოველდღე 6 საათზე გვქონდა თავისუფალი საუბრების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მრავალფეროვანი ერთობის სხვადასხვა გამოცდილების ჟურნალისტებმა გააზიარეს მათი ყოველდღიურობა, რა ხდება მათი მოყოლილი ამბების უკან. მაგალითად იყო ერთ-ერთი შეხვედრა რეგიონულ მედიებთან, რომელშიც TOK TV-ს წარმომადგენლად მიიღო მონაწილეობა. ასევე გვქონდა შეხვედრა ჟურნალისტური გამომძიებელ ჟურნალისტებთან, ველზე მომუშავე ჟურნალისტებთან და ნიშური მედიის წარმომადგენლებთან. მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა ინტერაქციული თამაშები, ოსი მედიას ჰქონდა მარიამ ნიკურაძის მისი დამფუძნებლის ნახატებით შექმნილი მერჩი, რომელსაც ათამაშებდა თამაშზე მოგების შემთხვევაში, რომელსაც ერქვა და ქვია რა იცი კავკასიის შესახებ. და ჩვენ სივრცეში ასევე იყიდებოდა და მხარდასაჭერად გვქონდა ნივთები ჩვენივე მედიების წარმოებული და გვქონდა დიდი მხარდაჭერის სოლიდარობის სივრცე, რომელშიც ბევრმა ადამიანმა შემოიარა და მხარი დაუჭირა ქართულ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას. 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით სამცხე-ჯავახეთში ნარჩენები დაბინძურების 83 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 912 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ქვემო ქართლი 265, მცხეთა თიანეთი 114, სამცხე-ჯავახეთი 83, კახეთი 80, აჭარა 73. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ყველაზე მეტი 364 დარღვევა მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაა, 111 სამშენებლო ნარჩენების დაბინძურება, 159 ნარჩენების ღია წესით დაწვა, 63 კომპანიების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და 153 სხვა ტიპის დარღვევებია. წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 250.000-მდე ლარის დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულის სრული რეაბილიტაცია და მესამე სართულის დერეფნის და კიბეების რეაბილიტაცია. ამავე დოკუმენტის მიხედვით იგეგმება კედლებიდან და ჭერიდან დაზიანებული ნაწილების მოხსნა, ოთახებსა და დერეფნებში პარკეტის იატაკის სრული დემონტაჟი, არსებული რადიატორების და სანათების დემონტაჟი. ასევე მერია გეგმავს ხის კარფანჯრის მეტალოპლასტმასის კარფანჯრით ჩანაცვლებას. წინადადებების მიღება 4-7 მაისს იწარმოებს. ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტში ღონისძიების ჩატარება იგეგმება, სადაც მონაწილეობას ადიგენის მერიის ცნობით ადგილობრივი მუსიკალური და ცეკვის ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიება 29 აპრილს 14 საათზე ადიგენის ცენტრშია დაგეგმილი. როგორც მერიაში ამბობენ, ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება და მისი ორგანიზატორი მერიის კულტურის სამსახურია. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.